მოგესალმებით, შემოკარგებო, საღამო მშვიდობისა. დღეს როგორც იქნა თავი მოვაბი კამერის ჩართვას, ვიყავით გორში და სულ გამოდმებით მეჭირა ხელში ბუბუ. შესაბამისად ვერაფერს ვერ გადავიღე, თუმცა რო გითხრათ ახლა რომ რაღაცა ისეთი ჩვენება და გადაღება მინდოდა რაც თქვენთვის არ მიჩვენებია, მოგატყუებთ. ამიტომ გული არც მწყდება. ვიყავით გასასეირნებლად, აი მართლა გავისეირნეთ. ის ბურგერი მივირთვით, დანკინისის დავლიეთ, ყავა დავლიეთ და მოკლედ დავიღალეთ და მოვედით. დღეს ჩვენკენ თქვენთან როგორ არის არ ვიცი. ჩვენკენ იყო მზიანი დღე, მშრალი და არც ციოდა და არც ცხელოდა. ძალიან სასიამოვნო იყო მოკლედ. საკმაოდ გვიან წავედით, სადღაც ესე 4 საათისკენ 3-ის მერე წავედით. დღეს ტასიკოს დასვენება აქ, მისი სამსახური ესეთია, დასვენება აქ, რატო ვერ გაიგებს კაცი. ხო და ეს არა, გადავწყვეტეთ რომ უბრალოდ გაგვესეირნა და ბუბუკასთან წაგვაყვანა. გორში მიყვარს ხოლმე მანქანით წასვლა, იმიტომ რომ შევდივარ კარფურში. კარფურში ვყიდულობ ხოლმე კარგ მწვანილს, კარგ სალათას და ასევე ვყიდულობ ხოლმე ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს და პეკინურ კომბოსტოს, კარგ ავოკადოს, ფასდაკლებით ბანანს, ის რაც ჩვენთან არ არის. აი ჩვენთან არასდროს არ არის ხოლმე კარგი ავოკადო, არასდროს არ არის პეკინური კომბოსტო, კი არის აქ ცენტრში ერთ-ორჯერ ვიყიდე, მაგრამ უმეტესად არ არის. ის ერთ-ორჯერ არ ითვლება. მე გადავხედე რაღაცეებზე იყო ფასდაკლება, რაღაცეები მჭირდება და რაღაცეები მოვიმარაგე მოკლედ და საკმაოდ დავიტვირთე ესე. მე ვნახე ძალიან სიმპათიური მაღაზია, აგერ არის პარკი, ქვია სახელად უნიკა. უნიკა. ეს არის დაახლოებით თბილისში რომ მოზაიკა, კოსმეტიკის და საკუთარი თავის მოვლის საშუალებების მაღაზია. და რამდენიმეა უკვე, თითქმის ყველა უბანშია ეს მოზაიკა. აი დაახლოებით ესეთია. ოღონდ სულ ახალი გახსნილია და ჯერ არ არის შევსებული სათანადოდ, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო უკეთესად შეივსება. კარგი პროდუქცია და კარგი არჩევანი, ბევრნაირი აქვს და ყველანაირ ფასიანი აქვს. გადაღება შევწყვიტე, იმიტომ რომ დამაცემინა. უკანა ფონი არ შეიმჩნიოთ, ახალი გარეცხილი და ახალი ჩამოხსნილია საბნები გავრეცხებ, გავავლე. და მატრასის გადასაკრავები, ზეწარსა და მატრას შორის. არ ვიცი ქართულად როგორ არის, ნადმატრასნიკებს ვეძახი მე. ძალიან მომწყურდა. მთელი ჩვენი ეზო არის გარეთ გამოფენილი. პარასკევის საღამოა. ხო და ბავშვებით, დიდებით ისეთი და სულ გარეთ არიან. სიამოვნებთ და იყვნენ ახლა. ისინი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. ახლა მე მაგალითად სიმართლე რომ გითხრათ არ მიყვარს გარეთ დაბეჟავება. მე მიყვარს სახლში. სახლში მიყვარს სტუმრების მიღებაც და ჩემი საკუთარი თავის დასვენებაც. გაჩვენებთ ახლა რა შრეები შევიცინე. პატარა კოვზების კრებული 6 ცალი, ესეთი. სუნელში, სოდაში, მარილში რო ჩავდო. ახლა კაპიკები ღირდა ვარ ნახევა. ცა ესეთი მომწონს. ძალიან მომწონს. პეცეწუნები. იცით რომ მე მინიატიურები მიყვარს. ასევე ფასდაკლება ქონდა საცხობ რა ქვია ამას მატია თუ რა არის, რაც არის. მოკლედ, კაპკეიქებს გავაკეთებ მე ამაში რა. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ. მაკარონების ჩადევით ისიც შეიძლება, ტარტალეტებიც შეიძლება, თუმცა ტარტალეტები უფრო მყარ ფორმაში უკეთესად წვება. ჯერ ერთი მომეწონა ფერი. სილიკონიას როგორც არ უნდა მოუარო, აი სურო ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხო, მაღალ გრადუსებზე. მაინც ფერს იცვლის თუ ღია ფერია და მუქი ფერი უფრო კარგად ინახება. ხო და მე ვიყიდე რომ პატარა კაპკეიქები გამოვაწყო, ესე თან ბევრია 2-4-6-8 ცალიანია. ნახევრამდე ცომს ჩავასხავ კაპკეიქისას, კექსისას, კაპკეიქი და რა ქვია კიდე იმას, მაფინი, იგივე კექსია რა. სხვადასხვანაირი ის არსებობს რეცეპტი.
ვისაც როგორი მოსწონს იმას ხმარობს. და ზემოდან ესე პყიჭ მე იმას დავადებ. კრემს ესე თავს ლამაზად. მომეწონა, თვითონ ეს ფერი მიყვარს მე ძალიან. დაახლოებით აი ამ ფერი მინდა კედელი საძინებელში. არ ვიცი ამ ფერს რა ქვია. 220 გრადუსი. 200+220 შეიძლება რომ აწყოთ. კეთილი და პასუხისმგებელი. ფასტაკლება იყო ამაზეც, მივეცი სადღაცა 3 და რაღაცა ხლარამდე. რა ვიყიდე კიდე კარფურში. აი ეს შევიძინე კარფურში. ასეკო იძახის რატომ იყიდეო ეს თავსახურიანი ჯამი. თავსახურიანი ჯამი კი არ არის შურულმომწყარი, ეს არის ოდნოსი, ესე ვთქვათ, თავაზი და თავსახური აქვს. ტორტის და ნამწვრის ჩასადება და არა მხოლოდ ტორტის და ნამწვრის. თუ გინდა პური ჩადა და თუ გინდა ხილი ჩადა ზაფხულში, ძალიან მესიმპათიურა. მე ეს ერთი ძალიან უფრო დიდი მაქვს თეთრი დედასგან მაქვს წამოსაღები, დედა მე არ ხმარო ხო? ისიც ჩემი ნაყიდია თუ არ ვშტები. ხო და ეს კიდე ყურიანია. აი ეს იყრება და ყურიანია, ძალიან მესიმპათიურა. ამაში მივეცი 5 და რაღაცა. მოკლედ თქვათ ეს. ასიკომ რა თქმა უნდა თავისი მორიგი ყურსასმენები შემოატყდა ხელს. მინისოში არ იყო ის რომელიც მას უყვარს და აიღო და აი ამ უნიკაში, მაღაზია უნიკაში შეიძინა 15 ლარიანი. ვცდიო იქნება და გამოდგეს. თქვენ ხო იცით რომ ყველაფერი გამოდგომაზე. ხო და ახლა მე გაჩვენებთ მე რითი გავერთე ამ უნიკაში და რეები შევიცინე. რეები შევიცინე. ბევრი არაფერი ისეთი ძვირფასი. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ აი ეს სილამაზე. მე მიყვარს ხის თემა ზოგადად. ხის სავარცხლები მიყვარს და ჩემ თხელთმას ეს პატარა სავარცხლები ეყოფა. ხის მასაჟორია, ასევე ქუსლების დასამუშავებელია და ასევე არის ესეთი ხავაიანი ტანის დასაბანი ღრუბელი. აქ კიდე რაღაცა მანიკიურის ის არის. თითებს შორის ღრუბელი. ეგ ძალიან ბევრი მაქვს მე ისე და ზერჯერადებია და ეს ესეთი ლამაზი სათლი. ესე აბაზანისთვის. გადავიხადე ამაში 10 ლარი. 10 ლარი არ არის ზვირი, როცა მინისოში აი ეს მინისოში თუ იოსოში აღარ მახსოვს, აი ეს მასაჟორი და პლასმასის იყო ეს მასაჟორი. ის ღირს მარტო 10 ლარი და იქ რაღაცა სავარცხელიც არის და რაღაცა ლამაზია, მესიამოვნებთ. ალოე ყოველთვის საჭიროა 8 ლარი. 8 ლარი ალოე მკვებავში ხსნი ხოლმე უმეტესად აი ვინც ხმარობს ნივიაში შეუძლია რომ გახსნას. მე ხმარობ ვეჩერს, ხმარობ სპერმაცევს, ხმარობ იანტარს, აი ნევსკაია კოსმეტიკა, რასაც ქვია. ხო და სხვასთან ერთად მაგასაც ხმარობ და იმიტომ რომ ტენიანობა შეინარჩუნოს კანმა, აი ამაში ვურევ, ოღონდ იცით იმხე იმ პორციას ურევ ერთ დატანაზე რომ უნდა მეყოს. ესე ცალკე ქვა იმაში ჯამში კი არ ვაერთებ და კი არ ხმარობ მე კვირების განმავლობაში. არა. ეს არის ალოე არის ძალიან კარგი რაღაცა რა. აი ძალიან კარგი. მე დიდი ხანი არ არის, რაც ამ ალოეს მოხმარება დავიწყე. იყიდება იცით როგორი, როგორც მაიონეზის მეებში. თავსახურიანი რბილი ბალიშები რო აი ისეთში იყიდება აპტიაკში. ასევე ძალიან კარგია კანის დასატენიანებლად და დასამშვიდებლად ბამბუკის გელი. ბამბუკიც კარგია, ორივეს ერთნაირი ეფექტი აქვს. ისედაც შეიძლება რომ წაისვა და დიდი ხანი არ არის რაც დავიწყე ამის ხმარება და სიამოვნებს. სულ ექნება. და შეფუთვაც მომწონს რაღაცა ეს არის. ფოთოლივით, ალოეს ფოთოლი. შემდეგი სიმაგარი ვიყიდე. თმის სამაგრი, როგორც ჩემი შვილი ეძახდა. ჩვეულებრივი პატარა ეს არის. ისედაც ესეთი მიკეთია ხა მე დიდი არ მჭირდება. ასევე შევიძინე ლორეალის რა გითხრათ? ერთგვარი, იცით როგორი პუდრაა?
ფერს რო აერთიანებს და მატვის არაპრიალას რო სიპრიალეს რო აკრობს. ნახმარი მაქვს ეს და ძალიან კარგი. თავზე ბრუმელი აქვს, კოხტელი ლამაზი, სარკე აქვს ასევე. ხო და მაინც ხა ლორიალი არ არის ეს შანელი, მაგრამ სხვას კიდე ბევრი ჯობია. ასევე არავითარი ბრენდი არ არის, ფერები მომეწონა, არ აღიქვავს, უფრო იისფერ მელნისფერისკენ მიდის მუქები რაც არის. მომეწონა და ავიღე, მოსახერხებელია ჩანთაში ჩასაგდებად. ასევე ეს არის კონტური. ეს ფერი მაქვს მე, აგერ არის ფოტოშოპის. ეს ფერი მაქვს აგერ. არა, ეს ცოტა სხვა ფერია, ეს ჩემი ცოტა სხვა ფერია, მაგრამ არ აღუშავს. და ვერ ხმარობ, იმიტომ რომ წასათვლელია, ნახეთ და ვერ ვთვლი. ძალიან მაგარი ხეა და ვერ ვთვლი, ამიტომ ავდი კიდე ავიღე და ესპირე და იგი. იქნება ეს წავთალო და თუ არ წავთვლი და სანამ წვირი აქვს, მანამდე ვიხმარ. ბატონო. შევიძინე ასევე. წავისვა. ტუჩის ნუდი. არც ისე ნუდია სხვათა შორის. თქვენ რა სიტყვით? ფერი აქვს. მოაგურისფრო. ფუფალა რო ამბობ ამ. რამდენი ბოროტი ამხან. ძალიან გაანათა რაღაცა რა. რაღაცა ნუდისფერი აქვს და იმაში წავიდა, აგურისფრისკენ წავიდა. მოკლედ, ასევე შევიძინე ფლორნარის თვალის ჩრდილია. ეს არ არის ფანქარი, ვერცხლისფერი თვალის ჩრდილია. აი რო ისვავ და მე რო უნდა იმასქნა. გაშალო და ჩაშალო. რასტუშოვოც, როგორც რუსები ამბობენ. ჩვეულებრივი ლაქი შევიძინე, პედიკიურზე შილაქის ტარება მიჭირს მძიმეა, აშკარად მძიმეა ჩემთვის და სანამ სეზონია ეს ციტროგორი დახურული ფეხსაცმლის და მე უმეტესად დახურული ფეხსაცმელი მაცვია, იმიტომ რომ სოფელში მაინც მტვერია, ხრეშია, რაღაცა ახლა მთლად, აი მეთი რა ქვია, უძირო ესეთი ვიეტნამკებით წვრილი ზოლები რო აქვს ისე და თითის გასაყრელი როა, მაგისთანაც ვერ დავდივარ. რა მოუხერხებელია, თორე ძალიან ბევრი მაქვს. რამდენიმე მაქვს, მე მგონი რა 2017-ს მერე წესერად არ შემიცვია. ხო და მიწევს უმეტესად დახურულში, ბოტასში და კედში სიარული. რო წინის მეცვას, კოჭის წინდაც მეცვას და ფეხი იყოს ეს დაცული და უფრო გემრიელად ვიარო და რადგან დახურულში ეს შილაკი უფრო მეტად მემძიმება, აი აშკარად ვატყობ, რომ მაწვება, აშკარად ვატყობ, რომ რაღაცა დეფორმირდება, ამიტომ სანამ სუმთლად ფეხში შველი სიარულის ის არ მოვა სეზონი, აი აგვისტო, რომ აი ისე რომ დაცხება, რომ შლეპანცებით უნდა ვიაროთ, მანამდე ვიხმარ აი ამ ჩვეულებრივ ლაქს და არ წავისვამ შილაკს. ძალიან მესიამოვნა ეს ფერი რო შევხედე, მე მიყვარს ისფერი, ილისფერი, რაღაცა ესეთია, სასიამოვნო. ასევე ვიყიდე, ჩემ მეგობარს ჰქონდა ეს და ძალიან კმაყოფილი იყო და ჩემი თეთრი და მოვარდისფრო ლოყების თვის მე მგონი ეს უფრო ესე იგი ორმხრივია. კონტურინგისთვის არის მოკლედ ეს მუქი და ღია. აქ უნდა წაისო, მე უნდა ამასქნა გაშალო და ესეთი სახე გექნება, ესეთი -10 წელი. რაღაცა მომწონს ეს ფერი. რაღაცა ძალიან ესეთია, ცოცხალი. მოკლედ ესეც Wonder Stick highlighter და კონტურის ჯოხიო. highlighter და კონტური.
დავჯდები და ვივარჯიშებ, რომ უნდა წავისვა. და ძალიან სასაცილო, ნახეთ რა იაფასიანი რამეა. 2 ლარი ღირდა მე მგონი, მაგრამ ვიყიდე რატო. ჩემ ბალღობაში და ახალგაზრდობაში, აი ასე მაგალითად მე რო სკოლას ვამთავრებდი, მაშინ ისეთი იყიდებოდა შუშები, ამ შუშებს ჰქონდა თავზე ბურთულა, თამაზი შუშები იყო ესეთი მოგრძო, ბლესკი იყო, ტუჩებს უნდა წაგესვა, იყო სხვადასხვა არომატით, იყო ადესა ყურძნის არომატით, იყო მარწყვის, იყო ლიმონის, რაღაცა იყო კიტრის მე მგონი და რო გავხსენ და დავყნოსე. ზუსტად იმისი სუნი აქვს, ადესას სუნი აქვს. ჩვეულებრივი ჰიგიენური პომადაა. ვაზელინია რა და არომატი აქვს მიცემული. აჰა. აია. ის რაც პირველი წავისვი, როგორ შანს ქიმიურია და ამაზე არ გადავიდა. არ ჩვეულებრივი სუნი აქვს. ჰეითერებმა მომწერეთ ახლა აუცილებლად რომ ჭღანებს ვდულობ, რომ ისა ვარ, რა ქვია, ხარბი ვარ, რომ ხარისხის შეგრძნება არ მაქვს. ჩემმა მუდმივმა მაყურებელმა კი, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს და ძალიან დიდი სიამოვნებითაც მბალეში ყოფენ, რომ ესეთ პაჭი-პუჭებს ყიდულობ და გულს ვიხარებ, თქვენ შემოგევლეთ მე. ხო და კარგია რომ ჩემთან ხართ, შემოკარგებო. ხო და კარგია რომ მიყურეთ პაჭი-პუჭები რომ შევიძინე, რა შევიძინე. ამ პომადამ კბილები გამოიჩინა ძალიან თეთრი. ძალიან მეჩოთირება სიმართლე რა გითხრათ, აი ეს წვეტიანი ეშუკები და ეს ჩაწეული კბილი. ჩემმა სტომატოლოგმა ბოლოს რო ვიყავი და კბილი რომ ამიშენა, ჩემმა ნინომ მითხრა რომ დეკორატიული ვინირები, რომლებსაც ქალაქში აკეთებენ და რეკლამები ვნახე, შენ შემთხვევაში არ გამოვა, იმიტომ რომ ძალიან არის ეს ჩავარდნილიო. მთლიანად უნდა მოვკლათო ნერვებიო, დავქლიბოთო და უნდა დავსვათო კერამიკებიო. ამისთვის ეს ჩემი საღი და ჯანმრთელი კბილები არ მემეტება, რა ვქნა. არა და ეს ხანდახან აი ეს ყო გავიცინე. ხო და აი ჯერ ერთი არასასიამოვნო პროცედურაა, ხა ეს ნერვები დაიბრტყვენი და დაიკლიბე, ზე დაისვი. რამდენხანს უნდა გაგრძელდეს ეგ წარმოიდგინეთ და როგორი ის არის. ნერვებზე მოქმედებს. მერე საკმაოდ ძვირია, საკმაოდ კი არა ძვირია. იაფი სიამოვნება არ არის, ეს არის რამდენიმე 1000-ზე ლაპარაკი. ხო და მერე არც ერთი ესეთი ღვთისწყალობით ჯანმრთელია ეს კბილები და რას დავეტაკო და ნერვები მოკლა და რაღაცები გადავაკრა და არ მინდა რომ ესე დროზე ადრე მოუსპო სიცოცხლე ამ ჯანმრთელ კბილებს და არ ვიცი რა ვქნა. მაინც უნდა მივიდე იმათთან, ვინც ამ ვინირებს აკეთებს. აი იმ დეკორატიულ ვინირებს ზემოდან აკრავენ. მე მაგალითად აი ამაზე გადავიკრავდი, ცოტა ამოვწევდი. ხო, არის კიდე ერთი ვარიანტი, ეს არის კბილებს გასწორება, ბრეკეტები. ბრეკეტები, რომლის ნერვები მე არ მაქვს, სიმართლე გითხრათ. არ მაქვს ნერვები, მაგრამ ბრეკეტი უფრო რეალური ვარიანტია ჩემთვის ვიდრე სხვა რა. ვიდრე ეს ნერვების მოკლა და გადაკვრა და გადმოკვრა. და ამას წინათ ვნახე ასევე იტალიაში ამზადებენ, აქ იღებენ ემზომებს და იტალია ამზადებს, მე მგონი თუ მასალა იტალიური, ეს არის კაპებია, ბრეკეტების მსგავსი, რომელიც არ საჭიროებს 24 საათი ტარებას, მხოლოდ ღამე 12 საათი საკმარისიაო. და აქვს არაჩვეულებრივი შედეგიო, დავსქრინე. მოკლედ, მანდაც ვინირზეც უნდა მივიდე და იმაზეც უნდა მივიდე. აი, ოღონდ ჯერ ნინოს უნდა ვკითხო.
ჩემ ნინოს უნდა ვკითხო აუცილებლად. უნდა ვკითხო აბა. რას მეტყვის? იცი ყველაფერი ახალი ესე ავარდება ხოლმე ხალხი და მათ შორის მეც და გვინდა რაღაცა და ის ახალი ჯერ არ არის გამოცდილი, ჯერ კარგად არ იციან, ხო და მუშაობს, არ მუშაობს კაცმა. ხო, აი ეს. ამ დღეებში წავალ შილაკს შევიცვლი. ჯერ ქოთნის ყვავილებს მინდა მივხედო აივანზე და მე მას ვიზავ. მე წავალ აუცილებლად. ძალიან მინდოდა წასვლა, ძალიან მას ვქენი. რამდენჯერმე დავიჭერი ფრჩხილები. ძალიან დამიძველდა შილაკი, მაგრამ ბანკეტების დრო რომ მოვიდა, ადგილები არ იყო. არ იყო ადგილები, გოგოების დაკავებულები იყვნენ და მაგას რაჯობია რომ დაკავებულები იყვნენ. ბანკეტი ვინც სკოლა დაამთავრა, ისინი გალამაზდნენ კარგია და ვინც შილაკს აკეთებდა, იმათ გასამრჯელო მიიღეს. ძალიან კარგია, მე მოვიცდი, არა უშავს. ჩაიაროს ამ ბანკეტების დღეებმა და დღესაც ვნახეთ გორში ჭრელპერანგიანი გოგო ბიჭები. ასე. ბუბუკა ძალიან ჭკვიანად იქცეოდა, ერთადერთი არ მოსწონს ოჯახის წევრები, რომ ცალ-ცალკე მივდივართ, აი მე ცალკე და უშუალოდ ტასო ცალკე, ჩემი მეუღლე ცალკე ერთად მოსწონს ესე. ერთად რომ დავდივართ და ტასოს ესე გსუნავს. ჯერ არ დადის ბუბუ თავის ფეხით, 6-ში ან 7-ში ივნის გავუკეთებთ კიდევ ერთ აცრას და უკვე შეიძლება სიარული ფეხით. მანამდე გვეშინია, არ დაგვისვავს. მომასკნას ჯერ სახში იაროს ფეხით მარტო. წევს ახლა რომ მოვიყვანე, მაინც ყოველი შემთხვევაში დაუბანე ხელები, ფეხები, ცხვირპირი ყველაფერი მოусუფთავე, გავამშრალე და დაწვა და ისვენებს ჩემი ბიჭი. და იღალა. აი ესე ჩემოკარგებო. მე ვთქვი წინა ვიდეოში, რომ კარგი ჩემი აზრით კარგ ფენოვან ცომს მივაგენი მეთქი რეცეპტს და უნდა ვცადო და თქვენთან ერთად ვწდითქო. თქვენ გარეშე ვცადე. ძალიან მომეწონა, აი ძალიან მომეწონა, ჯერ ძალიან იული გასაკეთებელია. მეორე ესეთი ძალიან გემრიელია და მესამეც ესეთი ესეთია მრავალფენიანია. თუმცა ჩემ ფენოვანი ცომი ცხება მაღალ გრადუსზე და ჩემი ჰაერღუმელი მაღალ გრადუსზე უკვე რაღაცებს მიწვავს. მოკლედ არ მევარგა ჰაერღუმელი და აუცილებლად გავაკეთებ და გაჩვენებთ, მაგრამ ამ ჰაერღუმელში ისე არ მიწყობს მაინც როგორც საჭიროა. ისეთი მაინც არ გამოდის როგორც საჭიროა. უნდა ვიყიდო, აი ამ დღეებში აუცილებლად უნდა ვიყიდო გაზქურა და კონდიციონერი. ასეთია გეგმა. იმიტომ რომ უკვე ცხელა და ტასიკოს დასჭირდება აუცილებლად და აი გაზქურა კი მე დამჭირდება აუცილებლად. მე მჭირდება აუცილებლად. აი ასე ჩემოკარგებო. კარგია რომ ჩემთან იყავით, მადლობა. არ ვიცი რამდენად საინტერესო ვიდეო გამომივიდა, უბრალოდ ჩემ დღევანდელი დღის ამბები მოგიყევით, მეტი არაფერი. არ მქონია პრეტენზია იმაზე, რომ რამე გამეკვირვებინეთ, გორის რაიონში ვინც ბრძანდებით და გარშემო მაღაზია უნიკა გორი მოლში გაითვალისწინეთ. მშვენიერი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ახლად გახსნილი მაღაზია, რომელიც კიდევ უფრო უკეთესად მომარაგდება, სადაც ფასები ლოიალურია და არჩევანი უზარმაზარია. შეგიძლიათ ისარგებლოთ. ვინც არა და უბრალოდ მოგვიტევეთ, რომ გორის მაღაზიაზე ვილაპარაკეთ. რაც შეეხება თბილისში ჩამოსვლას, თბილისში უნდა ჩამოვიდეთ მე და ტასუნა 4-5 ივნისი. ტასიკო უნდა მივიყვანო მუხლის ექიმთან და მეც უნდა მივიდე ენდოკრინოლოგთან და ნევროპათოლოგთან. მორიგი ვიზიტი მაქვს, გადამოწმება და ტასიკოც უნდა მივიდეს ერთანაც. არა, ერთად მეორესთან არა, ენდოკრინოლოგთან მხოლოდ. ასე რომ ჩემოკარგებო, დღეისთვის დაგემშვიდობებით, იმედია გნახავთ ხვალ და იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ. კარგი საღამო, კარგი ღამე, მომავალ შეხვედრამდე. კარგად.